გუდაურში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დასრულდა სკეიკროსის დისციპლინაში გადადებული ტურნირი ფინეთის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიებისათვის საქართველოში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი იმყოფებოდა. დეტალებით სოფო ერქვანია გვერდდება ქრონიკის ეთერში. ვაკომ მსოფლიო თასის მეორე ეტაპი სკიკროსის დისციპლინაში უკვე დასრულებულია. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის თხოვნა იმის თაობაზე, რომ ფინეთში ვერ ჩატარებული საფინალო შეჯიბრებისთვის გუდაურს ემასპინძლა ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა და სწორედ ამიტომ საქართველოში 3 დღის ნაცვლად შეჯიბრებამ 4 დღე გასტანა. უნდა აღინიშნოს ის, რომ მსოფლიო თასი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია, ასე რომ თქვათ, აქ ლიდერი სპორტსმენები ჩამოდიან, რადგან საერთო ქულები დააგროვონ, გამომდინარე იქიდან, რომ პლანეტის პირველობაზე წამყვანი ქვეყნებიდან მხოლოდ 3 სპორტსმენები გადიან, ამიტომ მათ რეიტინგში დაწინაურება სჭირდებოდა. დღეს გამარჯვებისთვის 64 სპორტსმენი იბრძოდა, მათ შორის 32 გოგო და 32 ბიჭი. გოგონებს შორის გუშინდელმა ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა ადგილები გააცვალეს. შესაბამისად, დღეს გამარჯვებული იტალიელი ჯოლე გალი გახდა, ხოლო მეორე ადგილზე შვეიცარიელი ფანი სმიტი გავიდა. ბიჭებს შორის კი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა იტალიელი სიმონე დე რომედისი, რომელმაც დღეს ფინალური დაშვების დროს ოდნავი უზუსტობა დაუშვა და ის მხოლოდ მესამე პოზიციაზე გავიდა, ხოლო პირველი და მეორე ადგილები კანადელმა და გერმანელმა სპორტსმენმა გადაინაწილეს. მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ გუდაურში სრიალი ძალიან მოეწონათ. ამ გამარჯვებას ველოდი, თითქმის ყველაფრის გაკეთება ისე მოვახერხე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა და ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება გუდაურს, აქაურობა ძალიან ლამაზია, ისევე როგორც საქართველოს სხვა ადგილები. გუდაურში აქამდეც ყოფილ ვარ და მიხარია, რომ ისევ დაუბრუნდი. დღეს გავიმარჯვე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადო. აქ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა. სკიკროსი თავისუფალი თხილამურების სრიალის ერთ-ერთი დინამიკური დისციპლინა, რომელიც მოითხოვს როგორც აკრობატულ ილეთებს, ასევე სისწრაფეს. ტრასაზე ერთდროულად 4 სპორტსმენი ეშვება და გამარჯვებულია ის, რომელიც ფინიშის ხაზთან ყველაზე უმოკლეს დროში ჩამოვა, თანაც ისე რომ შეცდომებს არ დაუშვებს. სწორედ ამიტომ აქ დღეს ძალიან და მთელი ამ 4 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი დაშვება ვიხილეთ. საოცარი სანახაობა იყო აქ გუდაურში მთელი ამ ტურნირის განმავლობაში. ეს მოეწონა როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებს, ასევე ქართულ მხარეს და მათ შეჯიბრების დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო თასების რუკაზე და მომავალშიც უკვე ბაკურიანის შემდეგ გუდაურშიც არაერთხელ ჩატარდება ეს ტურნირი. შეჯიბრი და განსაკუთრებით ფინალური დღე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ქართულმა მხარემ ტურნირის კარგად ორგანიზებისთვის წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. ძალიან დიდი შრომა დაჭირდა ამ ყველაფერს, რომ ჯერ კალენდარში ჩამჯდარიყო საქართველოს კონკრეტულად გუდაური, ბაკურიანი ამ ტურნირებისთვის ბევრი ადამიანის ამიდის ფანტასტიკური დაგვემთხვა და თვითონ შეჯიბრმაც ფანტასტიკურად ჩაიარა და აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი არის. მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დასრულებულია. გუდაური ახლა 1 კვირით დაისვენებს, ხოლო 7, 8 და 9 მარტს უკვე მესამე ეტაპით დაბრუნდება, რომელიც უკვე სნოუბორდ კროსში ჩატარდება. მადლობა, პირდაპირ ეთერში სოფო ერქვანია საუბრობდა. თის ტრასა